უნდა გავყიდო ბაშა ჩემი მანქანა რა. თანა ვიდეოზე გადავიდოდეთ, გეტყვით რომ ვათამაშე PlayStation 5-ს უბრალოდ Instagram-ზე უნდა დამამატოთ და შემოხვიდეთ ბებრების ჩატში, სადაც გვექნება კომუნიკაცია უფრო ახლოს, ხან კარტინგებზე წავალთ, ხან შევიკრიბებით, ხან ეს და მოკლედ, მახოლოვებთ Instagram-ზე, შემოდიხართ ამ ჩატში, კომენტარებში თქვენ ეზეთ ვინ გაასწრო და მუსიე, გაუშვი ვიდეო. სალამის იყვაო ხალხს, გიბრუნდებით ძალიან მაგარი ვიდეოთი, რუსთავის ავტოდრომიდან, ჩემი მანქანა, ბებერა, ასე თუ ისე ბაშარამ ხელი შეაოლო, ცოტა მოხოდილი არის და დღეს დაუდგებით C350, დაუდგებით Mustang 2.3 EcoBoost, დაუდგებით Mustang 3.7, დაუდგებით 228-ს და დაუდგებით ასევე 328-ს რა. მადლობა ძალიან დიდი რუსთავის ავტოდრომს და ნიკუშას რომ გამოგვიყო და დაგვითმო. დღეს მანქანა გავრეცხე ლისის გადასახობთან არის ძალიან მაგარი სამრეცხო, სტაფილოსფერში გარეცხეთ ოღონდ და 5 ცხენით მეტი აქ ხა ამ მანქანას და გამომადგება ძალიან და მოკლედ პირველი მანქანა მე პატრონის გავესაუბროთ, მოდი 2.3-ს უცებ რო გითხრა, რა მდგომარეობაშია, რამდენი ცხენია? 2.3 EcoBoost-ი 315 ცხენის ზალა უკანა წამყვანი. რამდენი ცხენის ზალა აქვს? 315. შენ ეს გამასწრებ? არის შანსი. კი, ხო არა. შემდეგი მანქანა C350, აგერ C350 პატრონი. გამარჯობათ. რა მდგომარეობა? ჩემი მანქანა არის C350, M276 ძრავით არის. 306 ცხენის ზარა აქვს ძრავზე. ჩემზე მეტი ცხენი გაქვს? 7G კოლოფი არის. რავი, კარგად დადის ჩემი აზრით და ვნახოთ რა მოხდება. ნახოთ. ჩვენ გვინდოდა რომ Giulia-ც ყოფილიყო, Lexus-ი 350, F10-ც გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, შემდეგ ვიდეოებში ვეცდები. ჩემი მანქანა, 2-0 არის. ბიჭებს ფორა მივეცი, მოდი წავამყევი. ბიჭებს ფორას ვაძლევ, მოკლედ. აგერ ბუცები ჩავყარე, კორნერის ბუცები, შიპოუკები, საუკეთესო ხარისხი გვაქვს, მეგობრებო. კორნერში თუ დაგჭირდათ ბუცები, შიპოუკები, ნაკრების ფორმები, ეგრევე ამ ნომერს დაგვირეკეთ, თუ ვერ მაღაზიაში თუ ვერ მოდიხარ, თუ არა და მაღაზიაში მოდით, მეც მან დავალ. მოკლედ თუ გამასწრეს ამას ვაბრალებ რა. თუ გავასწარი კიდე ვიტრაბახებ რომ აი ბუცებით მეყარა მეთქი რა. რავი ბაშარას გაკეთებული ყავს ეს მანქანა. Suzuki ნასტროიკა და ვნახოთ რა იქნება, თუ გამასწრეს გავყიდი რა. შემდეგი მანქანა მიშა, იუთუბერი, ტიკტოკერი, პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა კოლკოტრო დამპატიჟე მომიწვიე გამასწარიო დამირეკა და რავი ამოვედი რა გასასწრებად და ვნახოთ ახლა Mustang-ი არის 3.7. მოხოდილი კი ყავს ისე. შიგნიდან გარედან ყველაფერი გაკეთებული მაქვს ჩემი გემოვნებითა და რავი ვიზუალით. 300 ცხენზე არის ქარხნულად, არაფერი არ მიჩარიჭი. ყველა. რა ვიცი, ვნახოთ მო იმედია გაგასწრებ. თუ არა და მეც ვყიდი 15900-ად. ხო და რა, არა, მართლა ვყიდი. კი ბატონო. შემდეგი მანქანა სუპერკარი არის და შესაბამისად, რა ვიცი რა. ეს მანქანა გეწოდინებათ ბატონი ალეკო, BMW ჰაბი ოქრო კაცი. ბატონი ალეკოს შვილი, მამუკა არის, მამუკა კი არა და თორნი კი არის შენ წარმოცული. დავისი 228 მაგარი მოხოდილი ყავს და რას გვეტყვით ძმაო, აბა. კარგი, ერთადერთი ამ მანქანის მეშენია აქ, რა პირდაპირ ვიძახი რა. არა, მოხოდილი არის, ხო. BMW-ს მეშენია. საინტერესოც არის. მაგრამ არ უნდა შეგეშინდეს. თუ გამასწრებ ისე BMW გამოსწრებ, ხონი მოდია ის არ გამასწრებს, ამა გამასწრებს, მაგრამ იმან არ მინდა. პროფესიონალის გაკეთებულია შენი მანქანა. აი რა პირდაპირ უთხარი შენ გაკეთებული რო არის ხა რა. ხო, არა, ჩემი ძალიან გაკეთებულია. ჩატეა? მე ბუცები მიდევს? ხო, ინტერკულერი მიყენია. ახადე, ეწა, მახადე, მედი ახადე. ზემოდაროჩანს. ნახე, რეები უყენია ძმაო რა. ეს რო უბრალოდ არ გატყდეს. დაუნფაიფი მიყენია. რავი, კი დარჩა რამე რაც არ გიყენია? მართლა კიდექს მაძლევს, წყლით ვაგრილებ და ბოლო მანქანა 328, რომელიც არის M3-ის ზნაკით, რომელიც შემოვარდა და რომელსაც აქვს. ეგ არის კატის ცხენის ზალები მაქვს მომატებული, ანუ არ დაუმბალე რა, ისე მოვუყნე პირდაპირ. ეს GTS-ის კაფოტია აქ? წეგან ისეთი შემოვარდი. ამ ვიზუალმა არ მოგატყოთ ძალიან მაგრად დადის, ძმაო, რამდენი ცხენზეა? სტოკი არის ვაფშე, ძმაო, ცოტა რაღაცები დაკლებული აქვს, კიდე დაბლა. მაგრამ რა არის სტოკი წეგან რომ დააჭირე იმოგელა. არა, სტოკია, ძმაო, ცოტა აქ დაბლა კიდე დაწეული რაღაცა. რასა მოვდი რაღაც ყველას ვასწრებო? სტოკებთან რავი, რასთანაც გავგორებული ვარ. ეს კვადროა? არა, უკანა წამყვანია. ვა. კაი, ნახოთ აბა რა გამოვა. 28 არის, N26-ია. შენი? რა ვიცი, ნორმალურად და. ეს ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, მოკლედ. მე კი მინდოდა რომ ბევრი მანქანა დავდგომოდით ერთად, მაგრამ
ვერ გამოვა უსაფრთხოების მიზნით ჯობია ცალსაკე დაუდგებით ადგილიდან და მოდი მოკლედ დალაიქეთ ვიდეო გამოიწეთ არხი და დავიწყოთ მოდი პირდაპირ რა Baby, I'm all about headlights, blind by headlights, running it, light me up, headlights. Baby, I'm all about headlights, blind by headlights, running it, light me up, მიდიობაში დრო დაკარგა, მაგრამ მთლიანობაში რომ царებუქსავა ის მაინც სავარაუდოდ მაინც გააკეთა. თორას 4-ვე ბაბინა დაეწვა, მანქანაში ქონდა ბაბინები, შეცვალა, გამართა, მაინც დამიდგა. წავიდა! მოგეთ მეგობრებო, სულ ეს იყო. მადლობა ძალიან დიდი ბიჭებს ყველას. ოქრო ბიჭები არიან. პირველ რიგში ვისიამოვნეთ, გავერთეთ. ნუ ეხა კვადროს ხარჯზე, დრაგზე, ნუ რა თქმა უნდა, ჩემი მანქანა გავიწოდა, ნუ ეგ მე ისედაც ვიცოდი, მაგრამ ნუ ცხენები შეიძლება სხვა მანქანებს ქონდა, ჩემზე მეტი, მაგრამ კვადრო არის დრაგზე და რაც შეეხება თორასმაო, ბაბინებს პრობლემები შეექმნა. რაღაცები კიდე ფეჩი ქონდა ჩართული. მოკლედ, ცალკე მიუძღით რა ვიდეოს, რა 10000 ლაიქზე ავიყვანოთ ეს ვიდეო. მე და ცალკე დავდგეთ. მე შენ უნდა გაგასწრო. არა, ჯიგარი ხარ, წო. მადლობა ძალიან დიდი. ეს ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ. რავი, რა სიტყვი მიშკა. რავი, ძალიან მაგარი იყო, მაგას ვისიამოვნეთ, რა თავარია ვისიამოვნეთ. ვერ დავუვან ისე ეხა და მე თუნდაც გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ სიამოვნე. კარჩი, აღარ ვყიდე ჩემ მაგარა ჩემთან რჩება, ძმო. ბაშარა იმ პერფორმანსი? ჯერობით რაღაც. არ გამოვა. ჩემი აზრით კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით, ხო ნახეთ თორასიარულს ჩემსეულს. 10000 ლაიქი. თქვენი აზრით დრაგზე რომელი გაასწრებდა რა? რა მოკლედ რა, მადლობა დიდი ჯიგრები ხართ ბიჭებო. მიშკას არხი გამოიწერეთ ძმაო. იუთუბერობს, რაღაც ვიდეოებს აკეთებს, ცილობს კაცი დაუფასეთ რა. აგერ მუსტანგს ყიდის 19 მილიონად, ვისაც გინდა წაიყვანეთ. მოკლედ ამ ვიდეოს ეს სულ ეს იყო და ეხუტეთ ბიჭებო, აბა, შევხვდებით მომდენო ვიდეოში. დავაბრუნოთ ეს ბუცები თავის ადგილას, არ უშველა ამ ბუცებმაც ბიჭებს და დავაბრუნოთ, წავიღოთ საუკეთესო ხარისხი კორნერში, აი კორნერი. დანი ომარ ფიზანიშვილი 46. ვიდეო დალაიქ, არხი გამოიწერეთ, წავედით.